ბათუმიდან გვექნება ჩართვა ციალა ქათამიძე სამოქალაქო აქტივისტი ჩაკურთება ბათუმიდან. მოგესალმებით ციალა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. თორნიკე რიჟვაძის პოლიტიკური კარიერა მთლიანად ბათუმთანაა დაკავშირებული და აჭარასთან. შესაბამისად, მინდა გითხრათ, როგორ აღიქმება ეს აჭარაში, ბათუმში ეს ამბავი და ზოგადად ჩვენ სამწუხაროდ სისტემა იმდანაც დახურულია, რომ გვიწევს რომ დავეყრდნოთ რაღაც ურბანულ ჭორებს, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში რა ურბანული ჭორებიც ისმოდა, ეს ყველაფერი გამართლდა. შესაბამისად, რა ისმის ბათუმში, რაზე ლაპარაკობენ ამ ქალაქში ბოლო კვირების განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის გარშემო? მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. პირველ რიგში ჯანმრთელობას და რა ვიცი, სიცოცხლეს უსურვებ იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ცუდი უსურვა მან სამწუხაროდ ჩვენს თანაქალაქელებს, არა მხოლოდ ჩვენს თანაქალაქელებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი ოჯახისთვის და ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ მან იცოცხლოს ბევრი რამის გამო, იმიტომ რომ ის კითხვები რომლებიც არსებობს და რა ვიცი, მისი მთავრობის თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდგომ და წასვლამდეც საუბრობდნენ არაერთ ჭორზე, რომელსაც რეალურად ჩვენ ანუ გულისხმობ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თუ არა ქართული ოცნების მხარდამჭერებს ამ შემთხვევაში თუ მათ წარმომადგენლებს დანარჩენებს რეალურად არც ქონდა შესაძლებლობა რაიმე ტიპის ინფორმაცია ან მიგვეღო ან პირველ წყაროდან გქონოდა რეალურად ყველა ჭორი რომელიც თორნიკე რიჟვაძის და მამამისის შესახებ ვრცელდებოდა ყველაფერი რეალურად იყო ქართული ოცნების სხვადასხვა შრეებიდან გამოტანილი და ერთმანეთში საუბრობდნენ ამ თემაზე ზოგჯერ ისეთ რაღაცებზეც საუბრობდნენ, რომ გამეორებაც კი ფიზიკურად შეუძლებელია თან ის ადამიანები, რომლებმაც რა ვიცი, შექმნეს გვერდი, ლიდერთა შორის და რეალურად სამწუხაროდ ამ ახალგაზრდა კაცს თავი ისე აგრძნობინეს, რომ იყო რაღაცა მფლობელი მთელი ამ ავტონომიური რესპუბლიკის თუ ესე შემდეგ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ყველაფერ ამას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მან იცოცხლოს მისი ოჯახისთვის და კიდევ იმისთვის რომ ყველაფერს, რა ვიცი, იმედია იტყვის ისაუბრებს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არ ვიცი, ამაზე ვერ ვისაუბრებ, იმდანად რთულია ჩემთვის, მით უმეტეს ახლა დეტალები არ ვიცი, რომც ვიყო საგამოძიებო საკითხებში ჩართული, ზუსტად ვიცი, რომ არც იმათ არ იციან ყველაფერი ამის შესახებ და ეხლა რაღაცა ცდილობენ რაღაცა ვერსიებზე ისაუბრონ. იყო თვითმკვლელობა თუ, რა ვიცი, სხვა ტიპის ძალადობა მასზე ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომლებიც არ ვიცი, ფიზიკურად მგონია რომ რაღაც სერიალში ვცხოვრობ, მაფიოზური სხვა ტიპის გარჩევების ვერსიას ვხვდები, რომელიც რამენერად შეიძლება არსებულ ვითარებას ამსუბუქებდეს. გინდათ ეს მართლა ის იყოს არ არსებობს მოცემულობა, იმიტომ რომ საშინელ გარემოზე. თუ თვითმკვლელობის მცდელობა იყო ამ შემთხვევაში ერთადერთი ვისაც ამ ქვეყანაში შეუძლია შეგაშინოს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ რა ვიცი შეუძლებელია სხვა ძალა მით უმეტეს ქართული ოცნების წარმომადგენლისთვის არსებობდეს ამ შემთხვევაში, რომელმაც ძალიან რთულია ამ საკითხებზე საუბარი, მაშინ როცა კრიტიკულად რთულია თან ამ ადამიანის მდგომარეობა, როგორც ვიცი და იმედია კარგად იქნება, ჯანმრთელობას უსურვებ და სამართლიან სასამართლოსაც უსურვებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც ყველა იმ უკანონობისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში, ამ რეგიონში ხდებოდა, ის აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, ოღონდ სამართლიანი მართლმსაჯულების, სამართლიანი სასამართლოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლიან სასამართლოს თუ მართლმსაჯულებლას
იმიტომ კი არ ვგრძელობთ 200 დღეებით ამერია მე რამდენი დღეა ქუჩაში იმიტომ კი არ ვდგავართ მხოლოდ ჩვენთვის გვინდა ეს ყველაფერი არამედ ბატონი თორნიკესთვის მისი ოჯახისთვის და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სიმართლეს ერქვა სიმართლე ტყუილ და ზუსტად ესე არ მიდიოდნენ ადამიანები მსგავსი ტიპის რა ვიცი არც მინდა რაღაცა ამ კუთხით ვისაუბრო რა და როგორ თუმცა ყველაფერი შედეგი რაც დადგა ამ ადამიანის თავს არის იმ უკანონობა აღარ ქვია უკვე რაღაცა მაფიოზურ, კლანურ, ბანდიტურ, ქურდულ, არ ვიცი, ყველა ტიპის ბოლშევიკურ, სხვადასხვა ტიპის გარჩევები არ ვიცი, აი ისტორიული თუ თანამედროვე სხვადასხვა მმართველობის ფორმების შერწყმა არის ამ ქვეყანაში, არ ვიცი, წარმოუდგენელ ალბათ კიდე ბევრი ადამიანი ან ესე მძიმე თუ იყო რეალობა კიდე ბოლომდე არ მეგონა იმიტომ რომ რეალურად მე ვცხოვრობ ქალაქში სადაც არა მხოლოდ ქართული ოცნება და ამ შემთხვევაში არამედ ქართული ოცნება თუ მით მხარდამჭერები არამედ მოძალადე პოლიციის უფროსი და მისი უფროსი ასევე ბატონი ბესელიაც რომელიც რა ვიცი მათ კავშირებზეც საუბრობენ ამ შემთხვევაში რიჟვაძეებთან და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ყველა იმ კითხვას რომელიც არსებობს არა მხოლოდ პასუხი გაეცეს არამედ ითქვას ვინ როგორ სად რას მიყავს ადამიანები იქამდე რა შედეგებამდეც არ ვიცი წარმოუდგენელია ხო იცით დარწმუნებული ვარ რომ თორნიკეს მდგომარეობაში ძალიან ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენელია დღეს იმიტომ რომ ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა რა ვიცი ინფორმაცია მე სიმართლე გითხრათ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რა ვიცი პროფესიის ასაკის სხვადასხვა იმდან საუბრობდა იმ პრობლემებზე და იმ საკითხებზე რომელიც ამ წერილშიც მის მიერ დაწერილ თუ ქართული ოცნების რა ვიცი სამართალდამცავების მიერ დაწერილ ამ წერილში არ ეგეცხოსა თუ არ ვიცით რა და როგორ წარმოგიდგენიათ ორივე ვერსია შეიძლება იყოს სიმართლე ან კიდე მესამე შეიძლება არსებობდეს ან მეოთხე ანუ იმდენად აბსურდში ვცხოვრობთ რომ ლოგიკური ვერსიებიც კი არ არსებობს მომხდარისა რა მოხდა და შესაბამისად მე აი ბოლო კიდევ არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული და ვფიქრობდი რომ იქნებ რაღაცა ნაწილი ჭორია იქნებ ესე ყველაფერი მაგრამ ყველა ჭორი რომელზეც საუბრობდნენ რეალურად დღეს ცდილობენ დღეს რეალურად ესე მიდის ეს ფაქტია რომ გაგდებოდა ადამიანები თანამდებობებიდან მიდიოდნენ იხსნებოდნენ მაგრამ ამ ამბავმა სრულად დაადასტურა მთელი ის სქემა რაც იხატებოდა ბოლო კვირების კი არა ყველაფერი წერია რეალურად ამაზე საუბრობდნენ აჭარაში არა მხოლოდ აჭარაში სხვადასხვა დონეებზე საუბრობდნენ ამ შესახებ ყველა იმ საკითხზე რომელზეც იყო საუბარი ნარკოტიკებით დაწყებული სხვადასხვა ტიპის პრობლემებით დამთავრებული რომ ამას აბრალებდნენ ამ შემთხვევაში რიჟვაძეებს ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამჯერად მაინც ის რომ კარგად იქნება ისაუბრებს თავადაც მისი ოჯახის წევრებიც მამამის გულისხმობ ყველა იმ საკითხზე მართალია თუ არა ეს ყველაფერი ნუ ახლა ამას ესე შეიძლება ვერ მაგრამ რომ აბრალებდნენ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თქვას იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ გავიგებთ სიმართლეს ამ შემთხვევაში ციალა ქათამიძე გვერდებოდა ბაქოდან დაგემშვიდობებით ციალა არა გასაგებია დამშვიდობებით ციალას